მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. ბედნიერების ფონდი დღევანდელი ვებინარით ასრულებს ბედნიერების კვირეულს. დღეს სტუმრად გვყავს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, ჩვენი და ფონდის მეგობარი და მხარდაჭერი. დღეს მამა დოროთე ისაუბრებს სიყვარულზე, გიყვარდეს, მოყვასი შენი, ასე ქვია მამა დოროთეს სასაუბრო თემას და ფაქტობრივად გააგრძელებს ზრუნვის თემას, რომელზეც გუშინ ბატონმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა და რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის მიერ 2025 წლის თემად იქნა შერჩეული, რადგან სიყვარული ზრუნვასაც მოიცავს და დღეს მამა დოროთე ამ თემაზე გვესაუბრება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მამა დოროთე, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და გამოთქვით მზაობა მიანიჭოთ ადამიანებს თქვენთან შეხვედრის სიყვარული და ბედნიერება. მადლობა თქვენი სიკეთის მოყარეობისთვის, მზაობისთვის იყოთ ჩვენს გვერდით და იყოთ მონაწილე ბედნიერების კვირეულის. გისმენთ მამა დოროთე დიდი სიამოვნებით და სიხარულით და დიდს მეც არ გავაგრძელებ, ასე ვთქვათ და არ დაგაყოვნებთ. მირჩევნია რომ თქვენ ისაუბროთ თქვენს თემაზე. მოგესალმებით ყველას. საერთოდ როგორც ღმერთია ბოლომდე შეუცნობელი, ასევე არის სიყვარულიც შეუცნობელი, თუ რა არის სიყვარული. იოანე ღვთისმეტყველი რომ ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია, აქ სიყვარულის სიდიადე ამით ჩანს, სიდიადე და შეუცნობლობა. რო გითხრათ, რომ ვინმე შეუძლია ამის ბოლომდე ამოხსნა, ალბათ არავის. როგორც ღმერთის ბუნება ამოუხსნელი, ისე არის სიყვარულიც ამოუხსნელი. და ჩვენ ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ მარტო ადამი შექმნა ჯერ ღმერთმა და ის იყო ცოცხალი, ის იყო მოაზროვნე ადამიანი, როცა მას ღმერთმა მოუყვანა ევა, ანუ შეუქმნა თავისი მსგავსი, მაშინ ამბობს ადამი, რომ ევას არქმევს სიცოცხლეს. ეს ამბობენ, რომ სიცოცხლის გამგრძელებელი, რადგან ევას მეშვეობით მოხდა სიცოცხლის გაგრძელება, ამიტომ უწოდა, მაგრამ იმ წუთას სიცოცხლის გაგრძელება არ იყო, არამედ ადამიანმა თავისი მსგავსის ნახვით ფაქტიურად გაცოცხლდა. ცოცხალი იყო, მაგრამ გაცოცხლდა. იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მაშინ არის ცოცხალი ადამიანი, როცა უყვარს. თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, შეიძლება ითქვას ის ცოცხალია, მაგრამ ვერ ცოცხლობს. ამიტომ სიყვარული ეს მეორენაირად შეიძლება უწოდოთ სიცოცხლე. რადგან მხოლოდ ის არის ცოცხალი, ვისაც უყვარს ღმერთი და კაცი. და სახარებაში სამგვარ, თუ შეიძლება ითქვას, სამგვარ სიყვარულზე ამბობს უფალი. პირველი ეს არის თავისთავად გიყვარდეს ღმერთი შენი და მეორე ეს არის გიყვარდეს მოყვასი შენი და მესამე ეს არის გიყვარდეს მტერი შენი. ეს სამივე არის სიყვარულისგან მოწოდება, მაგრამ სამივე განსხვავდება. და ბოლოს კი უფალი თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლოს მოციქულებს ეუბნება, უკვე ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ. ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი.
თუ მანამდე სიყვარულზეა საუბარი, მოყვასის სიყვარულზე, მტრის სიყვარულზე, თავისთავად ღმერთის გიყვარდეს ღმერთი შენი და რატოა ახალი მცნება, ახალი რატოა ეს და ესეც საკმაოდ ისეთი რთული გასაგებია. ძველად ფილოსოფოსები ამბობდნენ ესეთ რამეს, არისტოტელეს აქვს ნათქვამი, რომ მეკოთნეს მეკოთნისა შურს და მოციქულებს რო უთხრა გიყვარდეთ ერთმანეთი, ეს არის მოციქულებს, ანუ თუ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია დავარქვათ მოციქულობას, ანუ თანასწორთა შორის სიყვარული არის ახალი მცნება და რთული, იმიტომ რომ თანა მე პროფესიის შენი მსგავსის, აი მაგალითად ექიმს ექიმის შურს, ხო? მაგრამ ექიმს თუ ექიმი ეყვარება, ეს უკვე არის უფრო ამაღლებული და უფრო ქრისტეს მიერი, რადგან ქრისტემ მოციქულებს, ანუ ჩვენ ქრისტიანებს გითხრა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთის სიყვარულში უნდა გამოვხატოთ, რომ ჩვენ ქრისტესი ვართ. ავი მოციქული ამბობს, რომ ვისაც უყვარს ღმერთი, მას ღმერთი ასწავლის სიყვარულს. სიყვარული ისწავლება, სიყვარული ჩვენ უნდა ვისწავლოთ. რა არის სიყვარული? აი ეს უნდა ვისწავლოთ. ბერძნულ და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაზე ერთ-ერთი ფილოსოფოსი საუბრობს, საინტერესოდ. ამბობს ესეთ რაღაცას. აი მაგალითად ბერძენი ნახავდა ნათელს და იტყოდა, რომ ნათელი ღმერთია. ანუ ნათლიდან იწყებდა ღმერთისკენ სვლას. ესეთი იყო მათი ხედვა და ებრაელების ხედვა იყო პირიქით. ებრაელები ნახავდნენ ღმერთს და ამბობდნენ, რომ ღმერთი ნათელია. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, აქ ამის შემოbrunება არ შეიძლება. სიყვარული ღმერთია, ამის თქმა არ არის სწორი. თუმცა თუ ის სიყვარული ღვთისგან არის, მაშინ ის შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩვენ მე როცა ვამბობ, რომ სიყვარული ისწავლება, სიყვარულის გრძნობა რამდენად მართებულია და რამდენად არამართებულია. აი ამის მართვა და ამის სწავლა გვევალება. ანუ რა უნდა გვიყვარდეს, რო გვიყვარს, რას უნდა ვაკეთებდეთ, როგორ უნდა ვაკეთებდეთ, რამდენად სწორია ჩვენი საქციელი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენ გვიყვარს და ამას ღმერთი გვასწავლის. როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ, ანუ კორინთიელებს წერს და ეუბნება, რომ ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაც ვიცით ღმერთზე, რაც ვიცით სიყვარულზე და რაც ვიცით საერთოდ ადამიანის შესახებ, ეს ყველაფერი ვიცით ქრისტეთი. ქრისტემ მოგცა ეს გონება, ქრისტემ მოგცა ეს ცოდნა და ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის, რაც სახარებაში წერია. აი მაგალითად გიყვარდეს მტერი შენი, ხო? და ამავდროულად გიყვარდეს მოყვასი შენი. აი ამ ორ შორის სხვაობა. რადგან დააკვირდით ერთ რაღაცას, ქრისტიანს პირადად კონკრეტულად პიროვნებას შეუძლია მტერს არ შეეწინააღმდეგოს. თუ ერთ ლოყაში გაგაარტყამენო, მეორეც გაამზადეო, ხო? თუ ერთ მოსასხამსო წაგართმევსო, ზედა მოსასხამსო, შიდა მოსასხამის შიდა განსაცმელიც მიეციო.
და ნუ აღუდგებიო ბოროტს ბოროტებით ნუ აღუდგები ხო შენს ბოროტს ნუ ჩაიდენ როცა შენ გეხება და ეს ადამიანი ხო შენი მტერია მაგრამ შენ დაუთმე მაგრამ რამდენად გვაქვს ჩვენ იმისი ფუფუნება ან იმისი შესაძლებლობა რამდენად სწორი იქნება როცა ჩვენ ღმერთმა გვითხრა რომ გვიყვარდეს მოყვასი და როცა ამ მოყვას ჩაგრავენ და ჩვენ არ ჩავერიოთ აი აქ დგება ისა მტრის სიყვარული მოყვასის სიყვარულს არ უნდა ჯობდეს მტრის სიყვარული არ ნიშნავს მისი მტრობა გიყვარდეს შენ შეგიძლია შენი თავის მიმართებაში ბევრი რაღაცა დაითმინო მაგრამ შენ ქრისტიანი ვალდებული ხარ ვალდებულება გაქვს რომ შენი მოყვასი დაიცვა ანუ გიყვარდეთ ერთმანეთი რაც გითხრა ეს ერთმანეთის სიყვარულიდან უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი ნებისმიერი მოქმედება ამიტომ როდესაც ჩვენ გვეუბნებიან პირადად და გვაზიანებენ პირადად და თუ უპასუხოდ ტოვებთ და თუ არ ჩავერევით და შეიძლება შევწიროთ კიდე თავი ეგ შეგვიძლია მაგრამ ეს არ შეგვიძლია ჩვენი ოჯახის მიმართებაში რო არ დავიცვათ შვილის მიმართებაში არ შეგვიძლია ჩვენ მტერს მივცეთ იმის უფლება რომ გაანადგუროთ ჩვენი ქვეყანა და არ დავიცვათ ის და ასე შემდეგ ამიტომ მოყვასის სიყვარულიდან გამომდინარე შენი საქციელი თავისთავად იცვლება მტრის მიმართებაშიც და საზოგადოების მიმართებაში რაც შეეხება პეტრე მოციქულს როცა ეუბნება სიყვარულის შესახებ მაცხოვარი გიყვარ ვარ რომ ანუ შემდეგ რომ გამოეცხადება აღდგომის შემდეგ გიყვარ ვარ მე პეტრეს ეუბნება და პირველი სიტყვა არის როგორც მამები ამბობენ სამი სიყვარული წერია პირველი სხვა არის და ბერძნულად და ორი სხვა სიტყვას ეუბნება და პირველი უფრო არის სურვილი აი ღვთის სიყვარული აი გიყვარდეს ღმერთი შენი როგორ უნდა განსაზღვრო ჩვენ გვიყვარს თუ არა ღმერთი ჩვენ თუ გვაქვს სურვილი ღმერთის შემეცნების აი ამ შემთხვევაში სურვილი მისწრაფება და თუ მივისწრაფით ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ღმერთი მაგრამ როგორ უნდა მივისწრაფოდეთ ღმერთისკენ ღმერთმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ გითხრა რომ მე ვარ ჭეშმარიტება მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ სიცოცხლისკენ ანუ მან ქრისტემ თავისი თავი მოგცა ნიშნავს რომ მოგცა გზა რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვისი მეშვეობითაც შეგვიძლია ჩვენ მიუახლოვდეთ ღმერთს ჭეშმარიტებით ანუ სიმართლივსახურებით და ყოველთვის ჩვენი მამოძრავებელი უნდა იყოს ჭეშმარიტება და არა რაღაცა ფორმები სამწუხაროდ დღეს ქრისტიანობა რაღაც ფორმებში გადაიზარდა პავლე მოციქული კორინთელებს ეუბნება სამწუხაროდ არისო თქვენ შორის არიანო ადამიანები რომლებიც არ იცნობენო ღმერთს ანუ მორწმუნეებზე ეუბნება და თუ მორწმუნე ხარ და მორწმუნის ფორმა გაქვს ყველაფერს იცავ გარეგნულს ეს ტაძარში სიარული ეს ლოცვა ეს მარხვა ნებისმიერი რაც ქრისტიანის რაღაც გარეგნული მოქმედებები ამას თუ იცავ მაგრამ არ იცნობ ღმერთს და სიცრუეს ემსახურები და სიცრუეს ჭეშმარიტებად ღებულობ ეს ფორმა გადამჩენი არ არის ეს ფორმა არ არის ღვთის სიყვარული როცა მაცხოვარს ეკითხებიან ჯულის მოძღვარი ეკითხება ძველი ჯულის მოძღვარი მასწავლებელი რომელი მცნება არისო უპირატესი და მაცხოვარი ეუბნება რომ
გიყვარდეს ღმერთი შენი და ამისი მსგავსი გიყვარდეს მოყვასი შენი. აი ეს 10 მცნება, რომელიც მოსემ მიცა ებრაელებს, აი იყოფა ორად. იყოფა ღმერთის მიმართ მოქმედებად, პირველი გიყვარდეს ღმერთი, არ შექმნა კერპი ამაოსაზე და არ მოიხსენიო შენი ღმერთის სახელი და შემდეგ უკვე მოდის მოყვასის სიყვარული. ანუ ჩვენი 10 მცნება რა არის, რა მოქმედების არეალია, ანუ არასწორი რო არ გავაკვეთოთ, რომ სწორი როგორი უნდა იყოს ჩვენი მოქმედება და არასწორი როგორია ჩვენი მოქმედება. მეორე ნაწილი ეხება მთლიანად ადამიანებს, რომ პატივიეთ შენს დედას, შენს მამას, მერე ეს ეხება არაგო ცილისწამო, ანუ ცრუ მოწმე არ უნდა იყო, ცრუ არ დაწამო შენს მოყვას და არაგული გითქმიდეს და ასე შემდეგ. ანუ ამას ესე განმარტავენ, რომ ორი ლურსმანი რო დააჭედო კედელზე და ამ კედელზე ჩამოკიდო სწავლებები, ერთში ღმერთის შესახებ, მეორეში მოყვასის შესახებ. აი ამ ორზე დგას ნებისმიერი ჩვენი ქრისტიანული მოქმედება. სხვა დანარჩენი შედის ამაში. სამშობლოც კი ამაში შედის. ადამიანის სიყვარული ღმერთის და ადამიანის სიყვარული დგას უპირატეს ადგილას და მერე უკვე ამ ადამიანების ქონება. სამშობლო ხო ქართველთა ქონება, მაგალითად ჩვენი სამშობლო ეს არის ჩვენი ქართველების, ანუ აქ მცხოვრები ადამიანების, თუნდაც არაქართველის მათი ქონება. ანუ ჩვენ ჯერ ეს ადამიანი უნდა გვიყვარდეს და შემდეგ უნდა გვიყვარდეს ყველაფერი, რაც ამ ადამიანს გააჩნია და ამ ადამიანს სჭირდება საცხონებლად და გადასარჩენად. მაგრამ პირველ რიგში უნდა გვიყვარდეს ღმერთი, ღმერთის სიყვარულიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანუ უპირატესი მცნება, უპირატესი, ასე ქვია ამ ადგილს სახარებაში, რომელია უპირატესი, უფალი ამბობს, რომ უპირატესი არის გიყვარდეს ღმერთი შენი. ანუ ღმერთი თუ არ იცი, ვერ შეგიყვარდება. შეუძლებელია ღმერთი შეგიყვარდეს, თუ არ იცი. თუ შენ არ იცი ღმერთს როგორ უყვარხარ. ამიტომ იოანე პეტრე თუ ეუბნება მაცხოვარს, რომ მიყვარხარო და უმტკიცებს თავის სიყვარულს. იოანე პირიქით აკეთებს. იოანე ამტკიცებს, რომ ღმერთს უყვარვართ. მოწაფე რომელიც უყვარდა. მან შეიცნო ღმერთი. მან შეიცნო იესო ქრისტე და მას დაარქვა სახელად სიყვარული. რომ ის არის სიყვარული და ეს სიყვარული შემდეგ როცა შენ ქრისტეს შეიყვარებ, ეს გასწავლის, ქრისტე გასწავლის, ქრისტეს რო შეიცნობ, ქრისტე გასწავლის, როგორ უნდა გიყვარდეს მოყვასი, რა უნდა გიყვარდეს მოყვასში და ასე შემდეგ. ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები არის ესეთი, რომ აი მოყვასში რა უნდა გვიყვარდეს, ჩვენ რა არის ის, რაც უნდა გვიყვარდეს და როცა ღმერთი გვეუბნება გიყვარდეს მოყვასი შენი, ვით არცა თავი შენი, აქ პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ რა გვიყვარს ჩვენს თავში. და ჩვენს თავში ჩვენ გვიყვარს ის, რაც წარუვალია. და უნდა თუ არ გვიყვარს, უნდა გვიყვარდეს. წარუვალი რა არის? ეხლა რო დავაკვირდეთ ჩვენ ხორციელად სურათებს რო დავათვალიერებთ, სულ სხვადასხვა ვართ, ხო, ბავშვობაში სხვანაირი ვიყავით, მერე რო სიჭაბუკეში სხვანაირები, მერე თუ წლები გვაქვს, უკვე სიბერისკენ მივდივართ, სხვანაირი, რომელი რა უნდა გიყვარდეს, ხო, ხორცი არის წარმავალი და წარუვალი არის მარტო სული, ცნობიერება, შენი სული, რომელიც წარუვალია, აი ეს სული უნდა გიყვარდეს, ნიშნავს, რომ აი ამ სულში უნდა ამკვიდრებდე ღვთის სიტყვას, რომელიც არის მარადიული, იესო ქრისტეს სიტყვას და მოყვასშიც ეს უნდა გიყვარდეს, მისი წარუვალობა.
და როდესაც ადამიანი არის მაგალითად და არის ურწმუნო და მას არ წამს წარუვალობის. მაგრამ შენ ხომ იცი, შენ ხომ წამს, შენ ხომ გჯერა რომ ისიც წარუვალია და პავლე მოციქული რო ამბობს რომ რჩეულთან რჩეული ვიყავიო, ურჯულოთათან ურჯულო გავხდიო, ურჯულო კი არ ვიყავიო ღმერთის წინაშეო, მაგრამ აი ურჯულო რჩეული რო ვიყავი, მაგას არ ვამბობდიო. უძლურთათან უძლური ვიყავიო და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი გადამერჩინებოდა. ანუ პავლე მოციქულის სიყვარული ადამიანების მიმართ არის იმაში რომ გადარჩეს ადამიანი სულიერად. სული გადარჩეს ადამიანი და ადამიანი შეუერთდეს ღმერთს და დაიმკვიდროს მისთვის მოცემული. ანუ თავისიანებზე ამბობს ესეთ რომ მათი არისო მამობაო, ისინი არ მათ ეკუთვნითო ეს ყველაფერიო და ნეტა მე ვიყო ქრისტესგან განდგომილი მათი გულისთვის, ოღონდ ისინი იყვნენ ქრისტესთანო. აი ეს არის სიყვარული. სიყვარული არის როცა ადამიანის დაღუპვა არ გინდა და მუდმივად ზრუნავ რომ ადამიანმა აღმოაჩინოს ის ღმერთი, რომელი ღმერთიც აღმოაჩინეს შენ. აი ამ შემთხვევაში შენი სიყვარული არის მართებული და სწორი. რა ვიცი. აბა თუ რამე კითხვებიც არის, თუ არა და მე კიდევ სხვა გავაგზავნე. გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დრო გვაქვს სასწაურო და მე კითხვებს მოამზადებენ სხვები. შენ არა გაკითხვა. მე რა ვიცი, აბა არ მიფიქრია ჯერ. მე გისმენთ ისეთი იმით რომ ფიქრდები ბევრ რაღაცაზე და მე კითხვებიც კრება ხოლმე. ჭეშმარიტების სიყვარული არის უმთავრესი ქრისტიანობაში. ჩვენ თუ არ ვარკვევთ რა არის სწორი, რა არ არის სწორი. ამ შემთხვევაში ჩვენ ქრისტიანული ქრისტეს მიერი გონება არ აქვს. ქრისტეს მიერი ცოდნა არ აქვს. ჩვენს ეკლესიაში ცენტრალური ადგილი, ტაძარში ცენტრალური ადგილი არის ტრაპეზი, რასაც მაგიდა, რომელიც საკურთხეველში დგას და ამ მაგიდაზე დევს წიგნი, დევს სახარება. და ეს იმიტომ დევს სახარება, რომ ჩვენი რელიგია არის შემეცნებითი რელიგია, ცენტრალურ ადგილას დევს სახარება. ამიტომ ცენტრალური ხატი, მაგალითად მაცხოვრის ყოვლის მყრობელი ქვია იმ ხატს, რომელიც ხელში უჭირავს, რომელსაც მაცხოვარს ხელში უჭირავს სახარება, ანუ წიგნი და მაკურთხეველი ხელი და ეს წიგნი არის მიბრუნებული. მაცხოვარს როცა წიგნი უჭირავს ხელს, წიგნი მიბრუნებულია, ანუ უკუღმა არის ხატზე. და ეს იმიტომ არის, რომ ეს ეკლესიური ღვთისმეტყველებაა, რომ ეს მიბრუნებული იმიტომაც არის, რომ მაცხოვრისგან გამოდის ეს, მაცხოვრისგან გამოდის ის, რაც იქ წერია, ანუ მისი სიტყვა, მისი სწავლებაა და მაკურთხეველი ხელი ეს არის რომაული ტრადიცია. სენატში, როდესაც ვინმე სიტყვით გამოსვლა უნდოდა, ესე სამთით კეცავდა და ორი თითით ესე ჩვენ სკოლაში ვიცოდით ესე ხელისაწევა. იქიდან მოდის ეს ტრადიცია და ამით უფალი გეუბნება რომ წაიკითხე ეს სიტყვას გეუბნება, აი მოგეცი მე შენ სიტყვა და წაიკითხე. ამიტომ ჩვენი ყველა მოქმედება უნდა გამომდინარეობდეს ამ სახარების შეცნობიდან. სახარებას უნდა ვსწავლობდეთ და პავლე მოციქული ამბობს, რომ დედაბერთა ზღაპრევსო ნუ უსმენთო და
ხშირად არის ხოლმე რომ ეკლესიურ ადამიანს უფრო რაღაცა ეს დედაბერძნის გაპრები რაღაცები უფრო აინტერესებს ვიდრე სახარება და ეგ არ არის კარგი. იმიტომ რომ ჩვენი რწმენა არ გამოიხატება მარხვით, არ გამოიხატება ტაძარში სიარულით, ჩვენ მორწმუნეებით ვარ თუ არა. ეს გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ცოდნით, ქრისტეს შემეცნებით. სიყვარული რაში გამოიხატება, მამაო? ზრუნვაში გამოიხატება სიყვარული და როგორია სწორი ზრუნვა? ანუ არავარო არის. ვამბობდი, არ ვიცი რამდენად მოაბი თავი, მაგრამ სწორი ზრუნვა არის მარადისობისთვის ზრუნვა. დააკვირდით. აი მაგალითად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, აი ოჯახები, ხა მე ოჯახები მისმენენ, ხო, ვიღაცას შვილები ყავს, ვიღაცას შვილიშვილები, ყველაფერს ვაკეთებთ. ბავშვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლაში იაროს, ისწავლოს, მე მასწავლებლებიც აკყავს რომ ასწავლონ, მე რომ ჩააბაროს და ეს სწავლა, ეს შემეცნება, რაც დღეს ჩვენ ერში გვაქვს, ეს შემეცნება ყველაფერი არის სულიერებისგან თითქმის დაცლილია. ან რაღაცა ტექნიკური შემეცნებებია, ან კიდევ ისეთი, რომელიც საერთოდ არ არის ახლოს ქრისტიანობასთან და ქრისტეს შემეცნებასთან. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მშობლები არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ ღმერთი შეიცნოს. არაფერს არ აკეთებენ, აი ბავშვები რომ ქრისტეში განისწავლონ, ამისთვის არაფერი არ ხდება. ხო და მერე უკვე როცა რაღაც ისეთ გზას ირჩევენ, რომელი გზაც არის დამღუპელი, მერე უკვე მშობლები იძახიან, რომ არაფერი დაგვიკლია შვილისთვის და ეს რატო დაემართა და რატო დაგვემართა და რაღაცა და ეგეც არ არის სწორი, დააკლეს. არ მიდიოდა მათი განსწავლა. თვითონ არ განისწავლებოდნენ და მათაც არ განსწავლიდნენ ქრისტეში. ჩვენ ყველაზე მთავარი, ანუ მცნება რა არის? აი მცნება, ქრისტეს მცნება. ქრისტეს მცნება არის ის, რომ ქრისტემ ჩვენ მარადიული ჩვენი ბუნება განგვიცხადა, რომ ჩვენი ბუნება არის მარადიული. აი მაგალითად ქრისტე როცა მოკვდა და აღსდგა, ამით კაცობრიობას აჩვენა, რომ ადამიანი არის უკვდავი. სახარებაში ასევე ქრისტე გვეუბნება, იგავს, როცა იყო მდიდარი კაცი, რომელსაც არაფერი არ აკლდა საერთოდ. წოწეული და ბისონით იმოსებოდა, ყოველ დღე ნადიმობდა, აი წარმოიდგინეთ, არაფერი არ აკლდა, ცხოვრობდა, მეფესავით, ხო? და ამ კაცმა არ იცოდა იქეთ რა ელოდა. და აბრამს როცა ესაუბრება, ეუბნება რომ მომივლინეო ლაზარეო, რომ აქო თითიწვერი დაისუროს, ენა გამიგრილოსო, ვიწვიო. ესე იგი ამ ადამიანს რა აკლდა? ცოდნა აკლდა თავისი ბუნების. მის არაფერს არ იკლებდა ხორციელად, მაგრამ სულში არაფერი არ გააჩნდა, სიღარიბე ჰქონდა სულში. ანუ უცოდინრობა ჰქონდა მარადისობის. და როცა აღმოჩნდა ცოცხალი თურმე, სული თურმე არ კვდება და თუ ის ღმერთი არ არის მასში დამკვიდრებული და ღმერთისკენ არ მიილტვის, ის ჯოჯოხეთში მიდის, აი მე უკვე იწყებს წუწუნს. აუ მე ეს არ ვიცოდიო და მოდიო ჩემ ძმებთან მაინც გააგზავნეო. ისაო ახედანო კაციო, რომ ის ჩემი ძმები არ მოხდესო აქ და იმათო იქო ყავსო მოსე და წინასწარმეტყველებიო. ანუ ეს წერილი აქვთო მათო.
იქ წერიაო ეს იმ წერილში რომ ეს დღე მოგელოდათო და მაგათი ისმინონო და თუ მაგათი არ ისმინესო მკვდარიც რო ნახონო არ ირწმუნებენო დააკვირდით ანუ მცნება რა არის განცხადება არის ჩვენი ბუნების ჩვენი ბუნების განცხადება აი მაგალითად ყოველი ადამიანი რომელსაც ღმერთის არასწამს როცა მოკვდება ღმერთის ვისაც არასწამს იმას თავისი მარადისობისას არასწამს მოდით ესე ვისა და თუ შენი მარადისობის არ წამს მაგრამ დაინახავ რომ ტანსაცმელივით გაიხდი ხორცს ოდესღაც და შენი სული დაინახავს რომ შენი ხორცი მოკვდა და შენ ცოცხალი ხარ აი მაშინ ვერ მიხვდება ის ახლა სიზმარში თუ ამ ქვეყნად იყო სიზმარში როდის არის სიზმარში რომელია რეალობა და ქრისტემ ჩვენ რეალობა განგვიცხადა ამაშია მთელი არსი ამიტომ სიყვარული მოყვას ის ოჯახის შვილის დედის მამის ნათესავის აი თუ გიყვარს ის ყველანაირად უნდა ეცადო რომ ეს შეამეცნო მას დააჯერო რომ ეს ესეა და მან უნდა იზრუნოს აქვე უნდა იზრუნოს თავისი სულისთვის უნდა იზრუნოს სულის საკვები არის ღმერთი ამას ყველა თავისით არ ხდება მე როგორ შევამეცნო სხვას თუ კი მე ვერ ვიგებ ჯერ მე უნდა გავიგო რომ სხვას შევამეცნო და თუ მე გავიგე მაგის საჭიროებას დავინახავ რომ სხვას შევამეცნო თუ სხვა თვითონ მივა იქამდე რადგან მას თავისი გზა აქვს ღმერთამდე ანუ მას თავისი გონება აქვს თავისი აზროვნების უნარი აქვს თავისი გული აქვს თავისი იმპლიციტური ცოდნა აქვს ანუ ის ინტუიციური ცოდნა რითაც უნდა გააგნოს ღმერთამდე და მე გარედან როგორ თუ მე თვითონ არ ვიცი ვერ ვიგებ როგორ მივიდე მე როგორ შევამეცნო ჯერ მე უნდა გავიგო ხომ ასეა მამაო სწორად ხომ მეც რას ვაკეთებ ახლა დააკვირდით მე რას ვაკეთებ მე შევიცანი და ვცდილობ შეგაცნობინოთ მე შენს ვამბობ თორე ახლა შენს გაყვალდებულება შენ შეიცნო და შეაცნობინო ყველა ადამიანს გვაქვს ვალდებულება იმიტომ რომ ვიღაცა ჩვენს უკან მოდის ვიღაცა ჩვენ წინ მიდის ახლა ჩვენ მაგალითად ჩემს თაობას ჩვენ არ ქონდა იმის ფუფუნება რომ ჩვენზე წინ ყოფებს ანუ დაბადებით ანუ მშობლებს რომ შეემეცნებინათ ჩვენთვის ისა მეც შემთხვევით სხვა შემამეცნებინა არამშობელმა მაგრამ გამიმართლა და მივედი ღმერთამდე ხო და შევიმეცნე მაგრამ მე რო შევიმეცნე მე ვცდილობდი ჩემი მშობლისთვისაც შემემეცნებინა მე ვცდილობდი ჩემი ნათესავებისთვის ამეხსნა თურმე აი როგორ ყოფილა ნახე აგერ წერია სახარებაში როგორ ყოფილა ეს სახარება რა არისო აი ეს არის ღვთის სიტყვა აი ეს დაწერეს იესო ქრისტეზე მოციქულებმა და ასე შემდეგ ანუ ის რომ ქრისტემ მოციქულები დანიშნა მოციქული ხო ნიშნავს წარგზავნილებს ანუ ქრისტემ თავისი მოწაფეები წარგზავნა სოფელში რისთვის რომ ქრისტე მიეცა ანუ ქრისტემ უთხრა რომ მე თქვენში ვარ და თქვენ ვინც მიგიღებთ ის მე მიმიღებს ანუ ჩვენ ქრისტეს სახელით ვინათლებით და ქრისტეს ვიმოსებით ქრისტეთი მოციქულების მეშვეობით ხო მოციქულებმა რომ ეკლესიას დაუტოვეს და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენი ვალდებულება მით უმეტეს ოჯახს გულისხმობ ვალდებულება არის რომ შვილებს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის რომ ღმერთი შეამეცნონ იმიტომ რომ პატარა ბავშვი განსაკუთრებით სხვანაირად ღებულობს ის შეიძლება მე ეკლესიას მოშორდეს რომ გაიზრდება სიჭაბუკეში და რაღაცა 1000 რაღაც გასინჯოს მაგრამ მასში დევს ის დათესილია ბავშვი ბავშვობაში სხვანაირად ითესება ბავშვი სხვანაირად მიმღებია ამიტომ არის მაცხოვარს რო კითხეს რომ ცათა სასუფეველში როგორი კაცი არისო დიდი უპირატესი რომელია როგორია უპირატესობა იქ და მაცხოვარმა ბავშვი დააყენა
და ვინც ამ ბავშვით არ მოიქცებით, ანუ არ მოbrunდებით უკან და ისე დიდები ხო ხართო. ისე უკან უნდა მოbrunდეთო და ამ ბავშვით უნდა გახდეთო. და მაშინ იქნებითო დიდი. ანუ როგორ შეიძლება ბავშვით გახდომა? აგერ ბავშვი არის გამზადებული შემეცნებისთვის, სამყაროს შემეცნებისთვის. აი ბავშვი როცა თურმე სათამაშოს რომ აი მანქანას რომ მოუტანენ და იქ რომ უნდა დაამტვრიოს პანჯარა ჩაამტვრებს და შიგნით აინტერესებს რა არის. ეს შემეცნების ნაწილია. ბავშვი შეიმეცნებს, ბავშვი დაინტერესებულია და სხვანაირად ღებულობს. ასევე იცის ბავშვმა რომ უცოდინარია, ხო? ბავშვზე მეტად არავინ არ იცის რომ უცოდინარია. ჩვენ მგონია ვიცით და ბავშვმა იცის რომ არ იცის. ყველაზე მეტად და ერთ-ერთი ფილოსოფიური ესეთი მცნება მე ვიცი რომ არ ვიცი. ესე იგი ბავშვი უნდა გახდე რომ არ იცოდე. და სასუფეველი იმდენად სხვა არის მოციქულები ბავშვი უნდა გამხდარიყვნენ, აი ბავშვით აღტკინებულები, აღტაცებულები სასუფეველის შესამეცნებლად. და აი ამის შემდეგ ხდება ეს შემეცნება. საინტერესოა ის რომ როდესაც მაცხოვარი ესაუბრება ხალხს იგავებით. მოციქულები მივლენ და ანუ მთესველის იგავს ეტყვის მაცხოვარი, ხალხი მოისმენს და მოციქულები მივლენ და მაცხოვარს ეკითხებიან, განგვიმარტეო ეს იგავიო, რას ნიშნავსო? და მაცხოვარი ეუბნება, რომ თქვენო მოცემული გაქვთო ცათა სასუფევლის შეცნობის უნარი. და იმ ხალხს არა აქო. და რა იყო ეს უნარი? საინტერესოა, ხო? ხო და ხალხმა ხო მოისმინა, მოციქულებმაც ხალხთან ერთად მოისმინა ეს იგავი, ცალკე არ უთქვამს. ხალხს ესაუბრებოდა, მოციქულებიც იქ იდგნენ, ეს ხალხი წავიდა სახლში, ვინმე განიკურნა გარეგნულად, ანუ ხორციელად განიკურნა რაღაცა და წავიდა სახლში გახარებული, მაგრამ ეს იგავი ვერ გაიგეს. რატო საიდან ვიცით რომ ვერ გაიგეს? თუ მოციქულებმა ვერ გაიგეს, ხალხი როგორ გაიგებდა? და მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგეს, ადგნენ და წავიდნენ სახლში. და მოციქულები არ წავიდნენ, მოწაფეები. მივიდნენ და უთხრეს, განგვიმარტეო, რას ნიშნავსო და აი ეს არის მოცემულობა. ინტერესი, თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სასუფევლის შეცნობა. ხო? შეცნობის უნარი. რა არის შეცნობის უნარი? დაინტერესება. სურვილი, რომ შეიცნო ის, გახდე ბავშვით. და შეიცნო და შეამეცნო. ხო და შესაძლოა რა არის? სული, ადამიანის სული. აი ჩვენი ბუნება რა არის, ხო? რა შევიმეცნე მე და ეხლა გიხსნით თქვენ. ადამიანი ხორციელად ცოცხალია, მაშინ როცა მაშინ მკვიდრობს სული. ადამიანის სიკვდილი არის სულის და ხორცის ერთმანეთთან მოშორება. კაცობრივი სულის და ადამიანის ხორცის ერთმანეთთან მოშორება არის სიკვდილი. სულისთვის რა არის სიკვდილი? როგორც სული მკვიდრობს ხორცში და ხორცი ცოცხალია, სანამ სული მკვიდრობს, ხორცი ცოცხალია, ცოცხლობს, იმიტომ რომ ხორცის მაცოცხლებელი არის ადამიანის სული. ასევე სულში როცა დაიმკვიდრებს სულიწმინდა, რომელიც 51 დღეს გადმოვიდა მოციქულებზე, ვინც იმ ხორში იყო, ამ სახლში ვინც იყო და ვიზეც გადმოვიდა და ენის სახელითო დაადგა, აი ის არის სულის მაცოცხლებელი. იმის გარეშე სული მკვდარია. და ამას ჩვენ ვღებულობთ ნათლობის დროს, მაგრამ ის უნდა დამკვიდრდეს, ვღებულობთ, მაგრამ არ ჩერდება თუ შენი სული დაიბადა, გაცოცხლდა, მაგრამ იქ არ ჩერდება თუ შენ არ ღებულობ მის მოძღვრებას, ვის? იესო ქრისტეს მოძღვრებას. ანუ სიტყვას თუ არ ამკვიდრებს შენს თავში. ეს არის ადამიანის ბუნება. სული რო ჩვენი ცოცხალი იყოს, უნდა შემოუსვათ სიტყვა და უნდა წამდეს რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ცოცხალი ღმერთი, ცოცხალი ღმერთის ძე. აი ამას რომ ვირწმუნებ და მის სიტყვას რომ შემოუშვებთ, ის გვაძლევს ჩვენ სულიწმინდას და სულიწმინდა მკვიდრობ ჩვენში და ჩვენ ვართ ცოცხალი. სულით ცოცხლები ვართ. და შეუძლებელია სულით ცოცხალი
წავიდეს ჯეჯოხეთში. არა, სული ცოცხალი ნიშნავს, რომ შენში ღმერთია და ღმერთში ერთებული ხარ და მიდიხარ ღმერთთან. ეს არის ჩვენი ბუნება. ეს განგვიცხადა ქრისტემ. იოანე როგორ ამბობს ამას, იოანე მახარებელი, რომ ჯერ არ იყო სულიწმინდა მოცემული, რადგან ქრისტე არ იყო განდიდებული. აი ქრისტე განდიდებული რას ნიშნავს, რომ ქრისტეს ვერ ხედავდნენ. არ იცოდნენ ქრისტე რომ ის დაუსაბამო ღმერთი იყო. მიუხედავად იმისა, პეტრემ რო აღიარა შენ ხარ ძე ცოცხალი ღმერთისა, ჯვარცმის დროს, როცა ის ესე დაუძლურდა და წარმოაცარიელა თავისთვის ძველი ტერმინია, ანუ ღვთაებრივი ძალებისგან დაცალა თავისი თავი და ჯვარცმად მიცა თავისი თავი, არ ვიცნობ მან კაცო. აი, დააგვერდით. არ იცნობ, თურმე აი კითხვა რო შენ ხარ ძე ღვთისა, მაგრამ და როცა აღსდგა, მე იქ უკვე გაიგო. რაც თომამ უთხრა ყველამ, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. და ეს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი რო გავიგეთ, ამის შემდეგ მიეცა ამაღლებიდან აღდგომიდან 50 დღეს, ამაღლებიდან მე-10 დღეს სულიწმინდა მოციქულებს და დაიწყეს ქადაგება. დაიწყეს ქადაგება და დაიწყეს და ჩაწერეს ის რაც მოხდა. ამიტომ აუცილებელია სახარების შესწავლა. ჩვენ ვართ საბჭოთა ქვეყანა და საბჭოთა კავშირში ჯერ ერთი რელიგია იდევნებოდა, ტაძრებს ანგრევდნენ, მაგრამ ბოლოს რო აღადგინეს და დაუშვეს მხოლოდ მსახურება. წირვა დაუშვეს, ზიარება დაუშვეს, ნათლობა დაუშვეს, ჩუმად ინათლებოდა ხალხი, მაგრამ დაუშვეს. მაგრამ სიტყვა არა. ამიტომ ჩვენ შეგვჭა მსახურებები შევეჩვიეთ. მსახურებებს სიტყვის გარეშე. და ქრისტიანული სიტყვა, ქრისტეს სიტყვა ეს განზე დაგვრჩა. და დღესაც გონია რომ თავარია წირვას დაესწრო, ეზიარო, იმარხულო, ილოცო, მაგრამ სიტყვა შეიძლება საერთოდ არ გესმოდეს, ვერ გაიგო და დარჩე цаრიელი. ამიტომ ქრისტემ თქვა რომ ვისაც უყვარს ჩემი მცნებები, მას მე ვუყვარ ვარ. აი სიყვარული. ცნებები, ვისაც უყვარს. ანუ ცნებები რა არის? ქრისტეს სწავლება. აი ქრისტეს სწავლება როგორ უნდა გიყვარდეს. აი რო თქვა ქრისტემ რომ გიყვარდეს მოყვასი შენი და ეს სწორია, ხო გეუბნება? ასეა სწორი. აკეთებ ესე. და ასე შემდეგ, რაც სახარებაში წერია. აკეთებ ესე, იჯერებ ესე და შენში შემოდის ნათელი. და ხდები ღმერთივით, ანუ განხდობილი. როცა სათნოებას აღასრულებ, სათნოების აღსრულების თანავე შემოდის შენში მადლი. და არა ოდესღაც. მაგალითად, ოქროპირსა აქ ძალიან საინტერესო სიტყვებია, როცა სათნოებას სათნოება რა არის? სათნოება ეგ სიტყვა მოდი ესე გავშალოთ, სათნოება არის ღვთისთვის მოსაწონს როცა აკეთებ. ღვთის ნება რა არის? ღვთის ნება არის ახალ ქართულად ღვთის სურვილი. რა სურს ღმერთს? რა ნებავს ღმერთს? ეს არის რა სურს ღმერთს? და სათნოება არის სათნო ღვთისა, ანუ ღვთის მოსაწონის აქციელი. როცა მე თქვენ ვიქცევით ისე როგორც ქრისტეს მოწონს. ცნებები, რომელიც ქრისტემ გვასწავლა, გვამცნო, ამას ნიშნავს. და როცა ეს ჩვენ გვიყვარს,
და მივზდებთ და ავასრულებთ ისე ცნებებს, მაშინ ჩვენ ქრისტე გვიყვარს. და ვისაც ქრისტე უყვარს, იმასთან თვითონ ქრისტემ თქვა, ვინც მე შემიყვარებს, ვისაც უყვარს ჩემი სწავლება, ჩემი ცნებები, იმასთან მოვალთ მე და მამა და სავანეს შევქმნით. იმასთან მოვალთ მე და მამა ნიშნავს, რომ ჩვენში დამკვიდრებულ სულიწმინდაში გამოჩნდება მამა და ძე. ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. და ჩვენ ვართ სამების სამკვიდრებელი ქრისტეს სიყვარულით. ამიტომ აუცილებელია ქრისტიანად თუ იწოდები, ქრისტეს სწავლების მიყოლა. ქრისტეს შესწავლა. სახლის კურთხევა, ზიარება, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ქრისტეს შესწავლის გარეშე არაფერი არ არის საცხონებელი და გადასარჩენი. გაგემშვიდობებით ყველას, უღრმესი მადლობა. ბედნიერ დღეებს გისურვებთ, ბედნიერების კვირეული დღეს დაიხურა. მამა დოროთეს ვებინარი დასრულდა კვირეული, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, აქ ყველაფერი დასრულდა. აქედან იწყება კიდევ ახალი გზა ბედნიერების განცდისთვის და ღმერთმა არა თუ კვირა, არამედ მრავალი წელი და დიდ ხანს განგაცდევინოთ ნამდვილი ბედნიერება და ნამდვილი სიხარული. და როგორც მამა დოროთემ თქვა, ქონოდეს ყველა სიყვარულის უნარი და აი შემოსილები ვიყოთ სიყვარულში და არ განვიმოსოთ. და იმ სამოსელს, რომელსაც სიყვარული ქვია, მოუაროთ და ვიზრუნოთ, რომ მათ დაიხეს და არ გაიგაწოს. ერთმანეთი და ამით ვიქნებით ცოცხლები. სიყვარული მეორე სახელი დაარქვით სიცოცხლე. აი, გვარი ჩემი სიცოცხლე ხარ, ეუბნებიან, ჩემი სიცოცხლე. ეს მართალია, ეს ქართული მართლა ის აცოცხლებს და სიყვარული აცოცხლებს, სიცოცხლეს აძლევს ადამიანს. ცოცხალი მაშინ არის, როცა უყვარს. თუ არ უყვარს ეს ადამიანი, ცოცხალი არ არის, არსებობს, მაგრამ სიცოცხლე არ აქვს მაგას. სიცოცხლე ჩვენში სიცოცხლეს სიყვარული შემოაქვს. იმიტომ რომ სიყვარული ღმერთია. ღმერთი სიყვარულია. ასე რომ და ვიყოთ ცოცხლები. ვიყოთ, მადლობა. მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ და იცოცხლეთ და იხარით. მადლობა კიდევ ერთხელ.